10 ადამიანი დაშავდა და 100-მდე დააკავეს ბუენოს-აირესში კოპა სუდ-ამერიკანას მატჩის დროს. შეხვედრა არგენტინულ ინდეპენდენტსა და უნივერსიდად დე ჩილეს შორის მიმდინარეობდა, როცა არგენტინელი გულშემატკივრები ჩილელების სექტორში შევიდნენ და მათ სკამებისა და ჯოხების გამოყენებით თავს დაესხნენ. არეულობის გამო მატჩი მეორე ტაიმში შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხუჩა კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერზე ისაუბრა და აღიარა, რომ კლუბმა ქართველი გარემარბის შემცველის პოვნა ვერ მოახერხა. მისივე თქმით, კვარაცხელიას გაშვება არ უნდოდა და ქართველს ახალი კონტრაქტით შესთავაზა. ლაურენტისი ხუჩას აგენტთან საუბარსაც იხსენებს და ამბობს, რომ მამუკა ჯუღელი მათ FIFA-ს რეგულაციებით დაემუხრა და კლუბს სხვა გზა აღარ დაუტოვა. იძულებულნი გავხდით, რომ ხუჩა ზამთარში გაგვეყიდათ, რომ ზაფხულში თითქმის უფასოდ დავკარგავდით, ამბობს ნაპოლის პრეზიდენტი. ებერეჩიეზემ არსენალთან შეთანხმებას მიაღწია და ინგლისურ კლუბს კვირის ბოლოდან შეუერთდება. როგორც სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ეზე ძალიან ახლოს იყო ტოტენჰემთან კონტრაქტის გაფორმებასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც მან არსენალის ახალი შეთავაზება მიიღო, სამომავლო გეგმები სრულიად შეცვალა. მისივე ცნობით, გარიგების ღირებულება 60 მილიონი ფუნტი იქნება. კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს მეტოქეების ვინაობა ცნობილია. საქართველო A-ჯგუფიდან გასასვლელად დანიასთან, უკრაინასა და ესპანეთთან იბრძოლებს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გავა. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს 2025 წლის 27 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მანამდე ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტისთვის ემზადებიან, სადაც პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გაიმართება.